ძალიან უღრმესი მადლობა მოგესალმებით უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით და რთულია არ მიცე აი ახლა აქ დანახულს შემდეგი შეფასება რომ ბათუმი არ არის მხოლოდ სიყვარულის ქალაქი ბათუმი არის ამავე დროს გამარჯვების ქალაქი იმიტომ რომ არსად ალბათ ისე როგორც ბათუმში აჭარაში ქვეყნის მასშტაბით არსად ისე როგორც აჭარაში თქვენ იცით რას ნიშნავს როდესაც ხელისუფალი მაწუხებში აქცევს თავისუფლებას მაწუხებში აქცევს ადამიანის უფლებებს მის თავისუფალ მოქმედებებს და ცხოვრებაზე ზოგადადაც 91 წლიდან 2004 წლამდე თითქოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში მცხოვრებ ხალხს ჩვენ არ ქონდა თავისუფალი ცხოვრება აქ ამ რეგიონში ამ ქალაქში იმიტომ რომ ერთი ადამიანი მართავდა ერთი ადამიანი წყედა ყველაფერს და ნებსი თუ უნებლიეთ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი იმ რეალობაზე შეეგუა სანამ არ გამოჩნდა აქტიური ადამიანები აქტიური მოქალაქეები რომლებმაც გააპროტესტეს ერთხელ ორჯერ სამჯერ ხუთჯერ ექვსჯერ მანამ სანამ ეს ადამიანი არ ჩერდა თვითფრინავში და არ გაფრინდა და ახლა გვაქვს იგივე მდგომარეობა სამწუხაროდ ოღონდ უფრო მსხვილ და დიდ მასშტაბში უკვე თუ შეიძლება ასე ითქვას ეროვნულ დონეზე ოლიგარქის მასშტაბში უკვე ივანიშვილის მასშტაბში რომელიც მაწუხებში აქცევს უკვე მთელს რესპუბლიკას ხახნო რას ვითხოვთ რატომ ვართ აქ აი რატომ ვართ აი აქ შეკრებილები ხომ რიტორიკული კითხვა კიდევ ერთხელ დავსვათ ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ ან ახალ არჩევნებს უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ არჩევნებს რომელიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს არ ჩატარებულა ამ ქვეყანას უნახავს ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ურნებში რა არ უნახავს ეგრეთ წოდებული კარუსელები საკანელები მარკირების არ გაკეთება ასე მაგრამ არჩევნები დაიწერა ხახნო არ ჩატარებულა შედეგები დაიწერა და ამით გზავნილი გამოგიგზავნა ოლიგარქმა რომ მე გადავლახე რუბიკონი გავრისკე იმიტომ რომ ვაგებდი და აბა რა გამეკეთებია სხვანაირად მიგებდითო ბევრი იყავითო მაგრები იყავითო უფრო დამუხტულები იყავითო უფრო ეროვნული სულისკვეთები დანდებულები იყავითო და შემეშინდა თქვენიო იმდენი დანაშაული მაქვს ჩადენილი რომ გაემარჯვა ხალხო პასუხი არ მოგეთხოვათო და ავდე კიდე დავწერიო იმ იმედით რომ მაინც გაჯობებთო და გაპროტესტების შედეგად მე პასუხს არ მაგებინებთო მაგრამ ცდება თუ არა ამაში ბიძინა ივანიშვილი რა თქმა უნდა ცდება თანაც ძალიან მაგრად ცდება იმიტომ რომ საქმე აქ არ ეხება ჩემო დებდებო მამებო მეგობრებო ძმებო და დებო აქ არ ეხება მხოლოდ არჩევნებს არჩევნების არ ჩატარებას გენებოთ არჩევნების გაყალბებას როგორც გენებოთ ისე დავარქვათ ამას კი არ ვაპროტესტებთ ამას კი არ ვიცავთ ამ უფლების მოპოვებისთვის კი არ ვიცავთ სახელმწიფოს ვიცავთ იმიტომ რომ სახელმწიფო როგორ შეიძლება არსებობდეს და სახელმწიფო ფუნქციონირებდეს მაშინ როდესაც მასში ცხოვრებ ადამიანებს არ მიეცემა არასოდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და ყოველთვის უნდა დაწეროს ესე იგი ოლიგარქმა ადამიანმა ის რაც მას უურს ვერასოდეს ამ ქართველ ხალხს ვერასოდეს ამაზე ამის წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელს ვერ აგვაღებინებენ იმიტომ რომ ჩვენს უკან ისტორია ბოლო ხახნო მათ შორის უახლოესი წარსულის ისტორია აჭარაში განვითარებული მოვლენები არის მაშინ ბრძოლა ასლან აბაშიძესთან როგორი რთული იყო ჩემზე კარგად ბევრად თქვენ იცით ბევრი ვერ ბედავდა პროტესტის გამოთქვას მაგრამ სად არის ახლა ეს ადამიანი რუსეთშია სად ახართ ახლა თქვენ დამოუკიდებელ საქართველოში რესპუბლიკაში სადაც თავისუფლება მოწყურებული ხალხი ცხოვრობთ ადამიანი რომლის წინაშეც დღეს აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოსახლეობისა გავილაშქრეთ
ჩვენ როგორც ადამიანი მოქალაქე კი არ გძულს. მე პირადად ბიზინა ივანიშვილი როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ასეთ რო ყოფილიყო, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო, არ მძულს ნამდვილად. მაგრამ როგორც ოლიგარქი კი, როგორც მტერი სახელმწიფოში, როგორც სახელმწიფოებრივი საფუძვლების მომღრევი, რომელიც ადამიანებს არაფრად არ აგდებს. მისთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ქაღალდს. ქაღალდს ანიჭებს მნიშვნელობას. დიახაც და ჩვენი არჩევანი მაკულატურად აქცია. ქაღალდების რაღაცა პროდუქცია, ჩვენი არჩევანი და ნაგვის ურნაში გადააგდო. და ახლა გვეუბნება რომ ხალხი თქვენ ვინც აპროტესტებთ ქუჩებში არ ღვევთ საზოგადოებრივ წესრიგს და კონსტიტუციური ფარგლებიდან გადიხართო. ამას არავინ არ შეჭამს ხახნო, ამას არავინ არ გავატარებთ, არც ერთ თქვენგანს აქ დგომა არ გსიამოვნებთ, ქუჩაში დგომა, თქვენ შვილებთან, შვილიშვილებთან გირჩევნიათ ახლა გაატაროთ დრო ეს ძვიფასი თქვენ ცხოვრებაში, რომელიც არც თუ ისე ხანგრძლივია, ხომ? ვიდრე ვიყოთ იქ სადაც ვართ, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც ჩვენ ბრძოლას ვაწარმოებთ, ნამდვილად სასიამოვნოა, იმიტომ რომ ზოგჯერ მოქმედებას, ქმედებას, რაღაცა მოვლენას იმ წუთიერად, აი რაღაცა მოხდა და შეფასებას აძლევს რამდენიმე ადამიანი. ხშირად არასწორი შეფასებები კეთდება, მაგრამ იმავე მოქმედებას და იმავე მოვლენას და იმავე ქმედებას ცოტა ხანში ეძლევა ისტორიული შეფასება. და აი ასეთი შეფასება მიეცემა 31 ოქტომბრიდან, კერძოდ 1 ნოემბრიდან დაწყებულ სახალხო გამოსვლებს, რომელიც დასრულდება მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებით ჩვენ სახლებში არ დაბრუნდებით დამარცხებულები. იმიტომ რომ ჩვენ კი არ დავმარცხდებით, სახელმწიფო დამარცხდება, ხახტო. და ძალიან კარგად მინდა ჩემი ნათქვამი სიტყვები თქვენს გულებამდე დავიდეს, ახლა რასაც ვიტყვი. მე წარმოვადგენ, იცით, როგორც უბრალესობა თქვენგანი პარტია ნაციონალურ მოძრაობას, ხო? უდიდეს უმსხვილეს პარტიას, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის სახელმწიფოს მოდერნიზებაში. ამ პარტიის პირობებში სახელმწიფო მოდერნიზდა, ბევრი შეცდომების კვალდაკვალ, მაგრამ ვერავინ ვერ უარყოს, რომ სახელმწიფო მოდერნიზდა, სახელმწიფო დაიბადა თანამედროვე მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების მეცადინეობით. მაგრამ ჩემო მეგობრებო, მე არასოდეს ისე დაწუნებული არ ვიყავი როგორც ვარ ახლა. არაფერი გარდა ერთობისა არ დაამარცხებს ოლიგარქს. არაფერი გარდა ერთობისა, როგორც არასოდეს ერთობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ გუში ვთქვი და გავიმეორებ აქაც ბათუმში. ის რომ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ, თუნდაც რუსთაველის გამზირზე, თუნდაც აქ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვართ. ეს არის ჩვენი უპირატესობა, ხახტო. ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს. სხვადასხვა მოსაზრებებით ვართ ჩაკრებილნი, მაგრამ ერთი მიზანი გვაერთიანებს. ერთი მიზანი ვკრებს ჩვენ, მაგრამ სხვადასხვა იდეოლოგია გვაერთიანებს. და ის რომ ვართ მრავალფეროვნები, ეს ჩვენი ძალა არის. და ამას უნდა გავურთხილდეთ და რა წამსაც და რა დროსაც ჩვენ დავიწყებთ ახლა ამ ეტაპზე ურთიერთობების გარკვევას, ყველაზე საუკეთესო საშუალება ურთიერთობების გაფუჭების არის მისი გარკვევის მცდელობა, ხახტო. ადამიანი გვეუბნება არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხარ, ლელოს წევრი ხარ, ლეიბორისტული პარტიის წევრი ხარ, გირჩის ხარ, ევროპული საქართველოს ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? რა პარტიებიც არსებობს, არ მაინტერესებთ არც ერთიო. ირმა ინაშვილის პარტიას არ მაინტერესებს, კაცო. დრას ვარჩევთ ერთმანეთთან, ხახტო. ისტორია არ შემოინახავს ამ დეტალებს. ისტორია შემოინახავს შემდეგს. ან ერი ამაყი გავიმარჯვებთ ბოროტებაზე, ან ბოროტება გაიმარჯვებთ ჩვენზე. ჩვენ ხომ არჩევნებს ვითხოვთ. ჩვენ ხომ არჩევნების მოპოვებისთვის ვიბრძვით, რომ მე ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ვისაც უნდა იმას მიცეს ხმა და ამიტომ გავერთიანდით. ჩვენ ბევრი იქ რუსთაველის გამზირზე არ შევრიგებულვათ. ჩვენ მოვრიგდით, ხახტო. მოვრიგდით გარკვეული საკითხების
გარშემო ის რომ პატიმრები, უკანონო დაკავებული პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ამაზე მოვრიგდით. ის რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამაზე მოვრიგდით. კიდევ ბევრ სხვა საკითხებზეც მოვრიგდებით. ამაში ღრმად ვარ დაწუნებული, მაგრამ ჩვენ როგორც მსხვილი ყველაზე დიდი ორთმავალი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ვართ ვალდებულები ვიყოთ უფრო შემწყნარებლები, უფრო მოთმენები, უფრო ჰუმანურები, უფრო ამტანები. აი ხა მე გამოვდივარ სახლიდან მაგალითად, ხო? და 12-13 წლის ახალგაზრდა არავის არ ვაკრინებ, ცუდი პარალელია, შესაძლებელია რომ დიდ და პატარა შორის ასეთი პარალელი გაავლო. მაგრამ შეიძლება პატარა ბავშვმა მის დაუნებურად შეურაცხყოფა მომაყენოს, ხო? მე არ უნდა უკვე. იმიტომ რომ ჩვენ შორის კონფლიქტი თუ მოხდება 100%-ით მტყვანი ვიქნები მე და არა ის ბავშვი. ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვისაუბროთ. ვისაუბროთ და ერთმანეთს უნდა სიყვარული ვაფქვიოთ, ხახნო, იმიტომ რომ ძალიან დიდი რამე დევს სასწორზე, ხახნო. ძალიან დიდი რამე დევს სასწორზე. ქვეყნის ეროვნული ინტერესი დევს. დიახაც მე გუშინ ქალბატონ ჟვანიას ვუწოდე ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და რატო იცით? არ არის ეროვნული ინტერესების ღალატი, როდესაც ყველანი მივდივართ, ვაფიქსირებთ ერთ პოზიციას და ვიღაცამ პარავს, ხო? ხომ არის ეს ღალატი? ღალატია, აბა რა არის? ღალატია ის და არის უკვე კლასიკური რეჟიმი ჩამოყალიბებული ქვეყანაში. როცა ვიცით, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი ოლიგარქიული წესრიგის ფარგლებში მუშაობს იმაზე, რომ გაყავდეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხმა საბოლოო ჯამში, თითოეული თქვენგანი, თითოეული მაყურებლის ხმა არ ყავდება. ჩვენი სურვილი არ ყავდება, ეს არ არის ყალბი. ჩვენი პოზიცია, რომელსაც ვაფიქსირებთ, არ არის ყალბი. თუ რამე არის ყალბი დღეს საქართველოში, ეს არის ყალბი, ხელისუფლება. ხელისუფლებაა ყალბი. მეტი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში ყალბი. გაყავდა არჩევნები, არ ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ცოცხალმა ადამიანებმა ხმა ხომ მიცეს გარკვეულ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს, ხო? აი ეს ადამიანები ყველა სათითაოდ უნდა მოძებნოთ რეალური ადამიანები, რომელთაც კვლავ აქვთ ხმით აღჭურვილები არიან და კვლავ აქვთ ხმა საკუთარი შეიარაღებაში, ხო? და ეს ადამიანები ჩვენ გვერდში უნდა დავიყენოთ და მოვა ეს დღე. სკეპტიციზმს არავინ არ მიეცეს, არავინ არ იფიქროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და ამ ფულით რაღაცას გაიხანგძლივებს. ელემენტარული ხახნო საზოგადოებრივი პოლიტიკური ალღო არის და გამოცდილება საჭირო იმისათვის, რომ პროცესში, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. არ არსებობს ამ პროცესიდან, ამ სპირალიდან ოლიგარქი გამოძრეს გამარჯვებული. არ არსებობს. ეს არის ნერვების ომი, ეს არის ნერვების ბრძოლაც ყველაფერთან ერთად. აი ამ ბრძოლას ჩვენ გამარჯვებამდე მივიყვანთ. აუცილებლად მივიყვანთ. ამის შემდეგ ყველა პოლიტიკური დევნილიც დაბრუნდება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა. ყველა პოლიტიკური პატიმარი გამოვა და უკვე ცივილურ ჩარჩოებში და ფარგლებში დავიწყებთ პოლიტიკის კეთებას. თუ ჩვენ მომართულები ვიქნებით და წინასწარ განწყობა გვექნება, რომ იცით, უნდა ერთმანეთს შორის გაგვივიდეს კონფლიქტი. ეს კონფლიქტი ახლა მე და თქვენ შორიც მოხდება, თქვენ შორიცაც მოხდება. უნდა გავურთხილდეთ, ხახნო. ურთიერთობა შეიძლება შეილახოს, მერე შეიძლება აღდგეს, მაგრამ თავდაპირველი ურთიერთობის სახე აღარ ექნება. ამიტომ ურთიერთობას გაურთხიდეთ. ძალიან ძვირფასია ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვინც ჩვენთან ერთად აფიქსირებს, ჩვენ მათთან ერთად ვაფიქსირებთ. არ შეიძლება იმის ზახილი, რომ კი ბატონო, რომ ჩვენც ვტკივა გული, მეტი მოგეთხოვება, არ უნდა ვისაუბროთ, რომ იცი ვიღაცა 2%-იანი პარტია, ვიღაცა 3%-იანი პარტია, არა, ეს ყველაფერი. კანით გძნობ ხალხო, ბიძინა ივანიშვილი წისქვეზე ასხამს წყალს. ძალა არის ერთობაში. მე რატომ ვარ ძლიერი და რატომ აქვს ეს ძალა? იმიტომ რომ მაგალითად სახლში მყავს 5 წლის ბავშვი
და ის მაძლიერებს, მაგრამ მე ასე ხო ფიზიკურად ძლიერი ვარ, უფრო მეტი შემიძლია. მე მასო დაუწყო, მამა, მე შეზე ძლიერი ვარ. მე შეზე მეტი მეკუთვნის, არ ვიქნები მართალი. ამიტომ ბოდიში რომ გამიგზავნა სიტყვა ამ კონტექსტში, მე ვალდებული ვიყავი ეს მე თქვა. იმიტომ რომ ისტორიული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. შეცდომების დაშვების უფლება არ აგვაქვს ხახო. ნუ გავახარებთ რეჟიმს, რეჟიმი რომელიც ყველას დასამარცხებელია, ექსკლუზივი არ აქვს ამ ბრძოლაში არავის მოქალაქეები, მისი უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქე დაამარცხებს ჩვენი დედები, თქვენ შობლები, ძმები და დები, შვიდობიანად, აი როგორ გითხართ, მაგრამ ძალიან ჭახეთ, სადაც საჭიროა, იქნება რა თქმა უნდა უკომპრომისო ბრძოლა, არანაირი უკანდახევა არ იქნება. არანაირი. მაგრამ ჩვენი ძალა არის სიმართლეში და ამავე დროს სიმრავლეში. და ნუ რა ვისეკრება იმედი, რომ ძალიან მალე მთელი საქართველო არ გამოვა რუსთაველის გამზირზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში. რა გზას გვიტოვებს, აბა? რას გვეუბნება? წადით სახლებშიო და რასაც მინდა იმას გაგიკეთებთო. ამას არავინ არ ვეგუებით, ამას არავინ არ შევეგუებით და კარგი ხელისუფალი ზოგადად დემოკრატიულ წესწყობილებაშიც კი. აი ალეგორიულად რო გითხრათ, ნამცხვარს ნაჭრებად ისე უყოფს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, ხო? რომ ყველას გონია, რომ ყველაზე მსხვილი ნაჭერი მას აქვს, რომ ბალანსი იყოს. და აქ რა ხდება? ყველაფერი მას სახში, ყველაფერი ჩვენ ხაზზე გამდიდრება და ჩვენ ხაზზე მე მოპოვებული და გამდიდრებული ფულით ჩვენზე ძალადობა ხახო. წიგნი მიუტანეს და ჩაფუშული ფურთი და იძალადეს ასეთ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. ბავშვებმა ერთმანეთს დაურეკეს, გაათამაშეს ხელისუფლება, რითიც ახადეს ბოლომდე ფარდა ჯგუფი არაჩვეულებრივი ახალგაზრდების სირცხვილიასი, დაურეკეს ერთმანეთს, მოდი ვითომ ჩაგვაქო შეშაო რუსთაველის გამზირზეო და სინამდვილეში ბალიშები ჩაიტანეს ქურთუკებს ამოფარებულებმა და მუყაოს ფორმაში ვითომ აგურები და 50 პოლიციელი დახვდა. რეჟიმია ეს, ოდესაც ბავშვებსაც უსმენენ. აბა რა არის? რეჟიმია, რომელიც დასამარცხებელია ყველაში და დიდი მადლობა იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ აქ. ერთი კვირა არის შეუწყვეტლი ვისთვის თქვენი საპროტესტო ხმა. და გვაძლიერებთ თქვენ იქ რუსთაველის გამზირზე. და მე მჯერაო ჩვენს გაძლიერებთ თქვენ აქ. და ეს ენერგეტიკა შეიკრება და ზუსტად ძლიერი აგორებული დემოკრატიული ტაღა დაარტყამს ამ რეჟიმს და დამარცხდება რეჟიმი და გაიმარჯვებს სახელმწიფო. დიდი მადლობა კოცნით და გამარჯვებამდე ძალიან მალე გამარჯვებამდე და ეს გამარჯვება არის ყველაფერზე დამოკიდებული. და ეს ყველაფერი ხართ თქვენ. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, მოსმენისთვის და იდეა და სურვილი მაქვს ჯეროდეს, რომ თითოეული სიტყვა, რომელიც მე გუწფელავ თქვი, მართლა კანქვეშ გაგვიждდება თითოეულ თქვენგანს. იმიტომ რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახლა. დიდი მადლობა, კოცნით, მადლობა.